კიდე მოპასანი. მარტოობა. ეს იყო ნასადილებს. მამაკაცებმა მშვენივრად მოველხინეთ. გინდა ელისეს მინდვრებზე ფეხით გავისეირნოთ? მეუბნება მათგან ერთ-ერთი ჩემი ძველი მეგობარი. ხოდა ჩვენც გავეშურეთ, ნელა მიუყვებით გრძელ ხეივანს. ჯერ კიდევ ფოთლებს შერჩენილ ხეებ ქვეშ მივაბიჯებთ. უდროებას ოდნავი ხმაურიც კი არ არღვევს. მხოლოდ პარიზის შორეული გუგუნი აღწევს ჩვენამდე. გრილისიო გველამუნება სახეზე და ჩაშავებულ ცაზე ოქროს ქვიშად მიმოვნეულა ვარსკვლავთა მირიადები. არ ვიცი, რატომ მეუბნება ჩემი თანამგზავრი, მაგრამ აქ უფრო ლაღად ვსუნთქავ ღამით, ვიდრე სადმე სხვაგან. თითქოს აქ უფრო უღრმავდები ყველაფერს. სინათლის სხივები მინათებს გონებას და წამიერად მეჩვენება, რომ საგანთა იდუმალ ღვთაებრივ არს ჩავწვდი. მერე სარკმელი იხურება და ყველაფერი თავრდება. დროდადრო ჩრდილები დასრიალებენ ხეთარიგებში. ძელს კამს ჩაუვარეთ. ორნი გვერდ მსხდომნი, ერთ შავ ლაქად ქცეულიყვნენ. წაცოდავი ადამიანები, ჩაიფუტფუტა ჩემმა თანამგზავრმა. ზისხსაც კი არ იწვევენ, უსასრულო სიბრალული თუ განიმსჭვალები მათ მიმართ. კაცთა მოდგმის ყოფიერების საიდუმლოებათა შორის არის ერთი რამ, რასაც ჩემთვის ფარდა აეხადა. მთელი ცხოვრების სეული შფოთვა ჩვენი უსასრულო მარტოობით არის გამოწვეული. ყველა ჩვენი ძალის ხმევა, ყველა ჩვენი ცდა ამ მარტოობისგან გაქცევისკენაა მიმართული. აი, ეს შეყვარებულებიც ძელს კამზე, ღია ცის ქვეშ, ჩვენსავით, ყველა სულდგმულივით ცდილობენ, თუნდაც წუთით დაივიწყონ თავიანთი მარტოსულობა. მაგრამ მარტო იყვნენ და ყოველთვის მარტო იქნებიან ისევე როგორც ჩვენ. ზოგი მწვავედ გრძნობს ამას, ზოგიც ნაკლებად, სულ ეს არის. კარგა ხანია მტანჯავს ამ საზარელი წამების შეგნება. ამას რძენი მარტოობის გაცნობიერება, რომელშიც ცხოვრობ, თან უგრძნობ, რომ არაფერ შეუძლია მისი შეჩერება, არაფერს გესმის შენ. როგორი ნდომითაც არ უნდა ვიყოთ ანთებულები, როგორც არ უნდა მიიზიდებოდნენ ჩვენი ტუჩები და როგორი ვნებითაც არ უნდა ვეხოვდეთ ერთმანეთს, მაინც მარტო ვართ. საღამოს შინ რომ არ დაუბრუნებულიყავი, სასეირნოდ წამოგიყვანე, რადგან ახლა საშინლად მდრგუნავს ჩემი უკაცური სახლი. თუმცა რა გამოდის? გელაპარაკები, შენ მისმენ, მაგრამ ორივენი მაინც მარტო ვართ, გვერდ, მაგრამ მაინც მარტო. გესმის ჩემი? ნეტარ არიან ღატაკნის სულითა, ამბობს წმინდა წერილი. მათ ბედნიერების ილუზია აქვთ. ვერ გრძნობენ სულით ღატაკები ჩვენს ყრუდკიბილს. ჩემსავით არ დაეხეტებიან ცხოვრების გზაზე. შემთხვევითი ურთიერთობების გარდა სხვა გვარი სიახლოვისა არაფერი გაეგებათ. მხოლოდ ეგოისტური კმაყოფილებით გამოწვეულ სიხარულს გრძნობენ. ჩვენი დაუსრულებელი მარტოსულობის აღმოჩენის წვდომის სიამოვნებას კი ვერა. ალბათ გიჟი გონი ვარ, არა? ყურები გდე. რაც საკუთარი მარტოობა შევიცანი,
მეჩვენება, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო ვიზირები ბნელ მიწის ქვეშეთში, სადაც ვერ პოულობ ნაპირს, ვერ პოულობ დასასრულს და იქნება ამ ჯურღმულს მართლაც არ აქვს ბოლო. ჩემ გვერდით, ჩემთან ერთად არავინ, არც ერთი სულიერი არ გადის ბურუსით მოცულ იმავე გზას, რომელსაც მე. მიწის ქვეშეთი ეს ცხოვრებაა. და ხან ხმაური, ყვირილი და ადამიანთა ხმები მესმის. ხელის სეცებით მივიკვლევ გზას ამ ქაოსური ხმებისკენ, რომლებიც ზუსტად არასოდეს ვიცი საიდან მოდის. მე ხომ არასოდეს არავის შემხვედრია, არასოდეს დამინახავს სხვისი ხელი ამ მწკვარამში, ირგვლივ რომ მახვევია გესმის ჩემი. თუმცა ზოგი გრძნობს ამ სასტიკ ტანჯვას ხანდახან. მიუსე წერდა. მეძახის ვინმე, მიხმობს ვინმე, არავინ, მხოლოდ საათი რეკავს, არავის ხმა არ ახარებს სმენას. მე სიღარიბე და სიმარტოვე მარტო ვართ ისევ. მაგრამ მას მხოლოდ დროებითი ეჭვი ჰქონდა და გადაულახავ მარტოობაში ჩემსავით საბოლოოდ არ დარწმუნებულა. მიუსე პოეტი იყო. სამყარო ფანტომებითა და ოცნებებით ჰქონდა დასახლებული. ის სრულიად მარტო არასოდეს ყოფილა. აი მე კი ნამდვილი მარტოსული ვარ. ცის ქვეშეთში ყველაზე უბედური ადამიანი გუსტავ ფლობერი, რომელიც უდიდესი ნათელმხილველი იყო მეგობარ ქალს, ამ სასოწარკვეთ სიტყვებს წერდა. ჩვენ ყველანი უდაბნოში ვართ, სადაც ერთმანეთის არაფერი ესმით. ხო, არავისი ესმის, რამდენიც უნდა იფიქრონ, რაც უნდა თქვან, რაც უნდა მოიწადინონ. განა დედამიწამ იცის რა ხდება უსასრულო სივრცეში ცეცხლოვანი მარცვლებივით გაბნეულ ვარსკვლავებზე? შორს. საიდანღაც ჩვენამდე მხოლოდ ზოგიერთ მათგანი ციმციმი თუ აღწევს. იქნებ უსასრულობაში გაბნეული ეს ნაწილაკები სულაც ადამიანის სხეულის მოლეკულებივით ერთი მთლიანობის ნაწილია? ასე რომ ადამიანმა კიდევ უფრო მეტად არ იცის რა ხდება მეორე ადამიანის სულში. ჩვენ ამ ვარსკვლავებზე უფრო შორსა ვართ ერთმანეთისგან. მეტად გათიშულები, რადგან სხვისი ფიქრი ყოვლად შეუღწევადი რამ არის. მუდმივად მათგან მივისწრაფით, ვინც ვერასოდეს ჩასწვდება ჩვენს არსს. არსებობს რაიმე ამაზე უარესი გრძნობა ქვეყნად? გვიყვარს ერთმანეთი, თითქოს სულ ახლოს ვიყოთ მინჯაჭულები, ხელებს ვიწვდით და მაინც ვერასოდეს შევიყრებით ერთად. ერთმანეთში გათქვეფის მწველი სურვილი გვტანჯავს, თუმცა ყველა ჩვენი ძალის ხმევა ამაოა. ჩვენი თავდავიწყება უსარგებლო, ჩვენი გულწრფელობა უნაყოფო, ჩვენი გადახვევა უძლური, ჩვენი ალერსი ფუჭი. ერთ არსებად ქცევა გვსურს და ერთმანეთისკენ ვიუდვით. საბოლოოდ კი მხოლოდ უხეშად ვეხლებით ერთმანეთს. არასოდეს ისე მარტო არ ვგრძნობ თავს, როგორც მეგობართან გულის გადაშლისას, რადგან ამ დროს ბევრად უკეთ ვხედავ გადაულახავ ბარიერს. აქვეა ადამიანი. ვხედავ ჩემგენ მომართულ მის ნათელ მზერას, რომლის მიღმაც ჩემთვის უცნობი სულია. მისმენს. ეტა რას ფიქრობს? ხო, რას ფიქრობს? გეცნობა ეს ტანჯვა? იქნებ ვესისხები?
ვეჭავრები ან იქნება აბუჩად მიგდებს. ფიქრობს, ჩემ ნათქვამზე მკიცხავს და ამცინის, მადანაშაულებს ნორმალურად ან გიჟად მთვლის, როგორ გავიგო, რას ფიქრობს? როგორ გავიგო? მასაც ისევე უყვარ ვარ თუ არა, როგორც მე მიყვარს? რა აზრებითაა მოცული ეს ციცქნა მრგვალი თავი? რამ ხელა იდუმალებაა სხვათა დაფარულ და უსასღრო ფიქრებში, რომლებსაც ვერ ამოვიცნობთ, ვერ ვმართავთ, ვერ დავიმორჩილებთ, რომელზეც ვერ გავიმარჯვებთ. ძალიანაც მინდა სრულად გაოხსნა საკუთარი თავი, გავაღო სულის ყველა კარი, მაგრამ ბოლომდე ამას ვერასოდეს ვახერხებ. შორს, სულის სიღრმეში, მე საიდუმლო სამყოფელია, სადაც ვერავინ ჩაღრმავდება, ვერავინ შეახსევს და ვერავინ ვერაფერს აღმოაჩენს, რადგან არავინ მგავს. რადგან არავისი არ ესმის. ახლა მაინც გესმის ჩემი? არა. შენ მე შეშლილი გონი ვარ. თვალით მზომავ და ჩემგან თავი შორს გიჭირავს. ფიქრობ, რა დაემართა ამ საღამოს? მაგრამ თუ ერთხელაც ჩასწვდები, ვიხვდები ჩემს საშინელ და დაამდაგვალ ტანჯვას. მოდი მხოლოდ და მითხარი, მე მესმის შენი, ასე წამით მაინც გამახარებ. ყველაზე უფრო კი ქალები მიმძაფრებენ მარტოობის შეგრძნებას. რა უბადრუკობა, როგორ მტანჯეს. ისინი კაცებზე მეტად მიქმნიდნენ მარტოსულობის გადალახვის ილუზიას. როცა გვიყვარს, გვეჩვენება, რომ მაღლდებით, არა მიწიერი ნეტარება გვიპყრობს და იცი რატო? იცი, საიდან მოდის ეს უსასრულო ბედნიერების შეგრძნება? მხოლოდ იმიტომ ხდება ასე, რომ წარმოვიდგენთ, თითქოს მარტო აღარ ვართ. გვეჩვენება, რომ ადამიანთა ჩაკეტილობასა და სასოწარკვეთას ბოლო მოეღო ამ წარე შეცდომა. ქალებს ჩვენზე უფრო მეტად აწუხებთ სიყვარულის უსაზღვრო მოთხოვნილება. ჩვენს მარტოობით განაწამებ გულზე უფრო იზიდავთ ოცნების ყველაზე დიდი სიცრუე. შენს ხომ გახსოვს? ამ გრძელთმიან არსებებთან პირისპირ გატარებული საამური წუთები, სახის მომაჯადოებელი ნაკვთები და მზერა, რომელიც თავგზას გვაკარგვინებს. რა ხრთოვანება გვირევს გონებას, რა ფანტაზიები გვიტაცებს? გონია, რომ და ის სულ ცოტა ხანში ერთნი ვიქნებით. მაგრამ არა დაარდგება ეს წუთები. და შემდეგ კი კვირაობით ლოდინის, იმედისა და ცრუხალისის შემდეგ აღმოვაჩენ, რომ იმაზე უფრო მარტო ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილ ვარ. გაუცხოება ყოველი ალერსის, ყოველი მოხვევის შემდეგ იზრდება. რა მტკივნეულია, რა საშინელებაა. აკი პოეტმა სალი პრუდოვმა დაწერა კიდეც. ალერსი მხოლოდ ფუჭი გარჯა, ასე საბრალო სიყვარული ამაოდ ცდილობს სხეულთა ცეცხლით აღადგინოს გაუცხოებულ სულთა შორის მტკიცე კავშირი. მერე კი კარგად ბრძანდებოდეთ. მორჩა, ძლივს ღა თუ ვიცნობთ ქალს, ჩვენთვის რომ ყველაფერი იყო ცხოვრების ერთ მომენტში, ქალს, რომნი შინაგან სამყაროს მაინც ვერ ჩავწვდი, თუ ხამსა და ფარულს, რა თქმა უნდა. იდუმალ ჰარმონიულ წუთებში
როცა სურვილები, გრძნობები სრულიადირება ერთმანეთში და მგონია, რომ ისი სულის ფსკერს მივადექით. ერთი სიტყვა, ხანდახან მხოლოდ ერთი სიტყვაც კი გამოგვარკვევს ცრუბურუსიდან. ელვასავით გაანათებს და შავ უბსკროლს დაგვანახებს ჩვენ შორის. და მაინც არ არსებობს ქვეყნად იმაზე დიდი სიამოვნება უსიტყვოდ ატარებდეს საღამოს ქალთან, რომელიც გიყვარს. თითქმის სრულიად ბედნიერი მხოლოდ მისი არსებობის შეგრძნებით. მეც არც არაფერს უნდა ვითხოვდეთ, რადგან ორი არსების სრული შერწყმა ყოველად შეუძლებელია. ჩემი სულის კარი ახლა დაგმანულია. აღარავის უმხელ, რის სიმწამს, რას ფიქრობ, რა მახარებს, რადგან ვიცი მტანჯველი მარტოობისთვის ვარ განწირული. აზრს აღარაფერზე გამოვთქვაო, რასაც ვხედავ. დრისმაკნისი აზრები, კამათი, სიამოვნებები, რწმენა. ვერავის ვეღარაფერს უზიარებ. აღარაფერი მაინტერესებს. ჩემი ფიქრები უხილავი და მოუცნობია. ყოველდღიურ კითხვებს ბანალურად პასუხობდა თანხმობის ნიშნად. ვიღიმი. მაშინ როცა საუბრის გაბმის თავიც კი არ მაქვს. გესმის, ჩემი? გრძელი პროსპექტი ტრიუმფალურ თაღამდე ავიარეთ. შემდეგ თანხმობის მოედანზე დაუბრუნდით, რადგან ამ ყველაფერს ნელ-ნელა წარმოთქვამდა ვეღარ ვიხსენებ რას, მაგრამ ბევრ სხვა რამესაც ამბობდა კიდევ. შეჩერდა და უცებ ხელი გაიშვირა პარიზის ქვალფენილზე აღმართული გრანიტის მაღალი ობელისკისკენ, რომლის გრძელი ეგვიპტური სილუეტი ვარსკვლავებში იკარგებოდა, გამოგზავნილი მონუმენტი, რომლის ერთ გვერდზეც უცნაური ნიშნებით წაეწერათ მისი ქვეყნის ისტორია. აი, ყველანი ამ ქვასავით ვართ. დაიყვირა ჩემმა მეგობარმა და აღარაფერი უთქვამს, ისე დამტოვა. იქნებ ნასვავი იყო, ან გიჟი, ან სულაც ბრძენი. ახლაც ვერ გამირკვევია. ხანდახან მეჩვენება, რომ მართალი იყო. ხანდახან კი მგონია, რომ შეიშალა. დასასრული. თარგმნა თამარ ნერგაძემ. კითხულობდა გოჩა ჭაბუკაიძე.